უკრაინის სპეცსამსახურებმა დღეს ერთდროულად 4 რუსული სამხედრო აეროდრომი დაბომბეს. განადგურებულია რუსების 41 სტრატეგიული ბომბდამშენი. წინასწარი მონაცემებით რუსეთის ავიაციას $2 მილიარდზე მეტის ზარალი მიადგა. სპეციალურ ოპერაციას პირადად აკონტროლებდა ვოლოდიმირ ზელენსკი. პარიზში ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ 2 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი პოლიციამ დააკავა. ქალაქში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც პარის სენ-ჟერმენის გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების აღსანიშნავად ქუჩებში გამოვიდნენ. 31 მაისის ღამეს პარიზში გაუშვეს ფოიერვერკები, დაამსხვრიეს ავტობუსის გაჩერებები. ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს. პარის სენ-ჟერმენმა ფინალურ შეხვედრაში ინტერი 5-0 დაამარცხა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის ნატო ბოლქვაძის თქმით, აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჭავჭავაძის გამზირისა და კუს-ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს 3 დღის განმავლობაში 2-დან 5 ივნისის ჩათვლით ვერ მოემსახურება.